საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით 2025 წლის მდგომარეობით მსოფლიოს ქვეყნების საერთო ვალის მოცულობა 111 ტრილიონ დოლარს შეადგენს. გლობალური სახელმწიფო ვალის 1/3-ზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. როგორც წესი, ყველაზე დიდი ვალი განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ და ეს ქვეყნები საგარეო ვალს ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად იყენებენ. თავისი არსით, ვალი არც კარგია და არც ცუდი, ის უბრალოდ ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში ქვეყანას განვითარების საშუალებას აძლევს. კორუფციის და მთავრობის მითვისების შემთხვევაში კი საგარეო ვალს ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსის და ფინანსური კრიზისის გამოწვევა შეუძლია. დღეს კი წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, რომელთაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ვალი აქვს. რა თქმა უნდა, ამ რეიტინგის სათავეში არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც მთლად სახარბიელო ვითარება ამ მიმართულებით არ აქვს, რადგანაც მისი ვალის მოცულობა არის რეკორდული 38 ტრილიონ 300 მილიარდი დოლარი. სხვათა შორის, ეს ვალი იზრდება ყოველ წამიერად. არსებობს ასეთი ვებგვერდიც კი, რომელსაც ამერიკის ვალის საათი ჰქვია, შეგიძლიათ იქ შებრძანდეთ და ნახავთ, რომ ვალის მოცულობა დაახლოებით ყოველ წამში რამდენიმე მილიონით იმატებს. ეს ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 125%-ია და მის მომსახურებაში ამერიკის ბიუჯეტი ყოველწლიურად მხოლოდ და მხოლოდ პროცენტის დასაფარად იხდის დაახლოებით ტრილიონ დოლარს. აი ამ მოცულობის ვალთან გვაქვს რეალურად საქმე, რომელსაც ამერიკა იყენებს ეკონომიკური ზრდისათვის. ბოლო 50-60 წლის ეკონომიკური ზრდა, რაც ამერიკაში იქნა მიღწეული, სწორედ ამ ვალით არის განპირობებული. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ვალი პერმანენტულად ზარდია, ანუ რამდენიმე წელიწადში ვისაუბრებთ იმაზე, რომ ამერიკის ვალი გახდა 50 ტრილიონი. ამის შემდეგ კი სავარაუდოდ უკვე 100 ტრილიონიც. ამ პროცესის შეჩერება უკვე არის ფაქტობრივად შეუძლებელი. ტრამპის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, რომ ამ ვალს როგორღაც შეამცირებდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს დაპირება ვერ აღსრულდა, რადგანაც ამ ვალის შემცირება ტექნიკურ დონეზე ამ ეტაპზე არის უკვე ფაქტობრივად შეუძლებელი. ტექნიკურ დონეზე ვალს ვერც ჩინეთი დაფარავს მარტივად. თქვენ უყურებთ ქვეყანას, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე და ფაქტობრივად ამერიკის შემდეგ მეორე, რომელსაც ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო ვალი აქვს, რომლის მოცულობაც არის 18.7 ტრილიონი დოლარი და მშპ-ს 96% შეადგენს. ჩინეთის შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ძირითადი ინტერესი ჩინეთის არის ის, რომ ის თანხა, რომელსაც ვალად იღებს, დახარჯოს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც ცხადია მოასწავებს შემდგომში ეკონომიკურ განვითარებას, ბიზნესის განვითარებას, რაც ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩინეთისთვის, ასევე იმ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც ის აქტიურად თანამშრომლობს, აღსანიშნავია, რომ ჩინეთს ამერიკისაგან განსხვავებით მეტნაკლებად დასტაბილურებული აქვს ვითარება იმ თვალსაზრისით, რომ ძირითადად ვალს იღებს შიდა აქტორებისაგან, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან, ან ბანკებისაგან, შესაბამისად, მას ამერიკისნაირად არ აქვს პრობლემურად საქმე და სხვათა შორის ვერც ამერიკის მსგავსად ვიგებთ ყოველწამიერად მისი ვალის ზრდის შესახებ მონაცემებს, თუმცა, როგორც აღნიშნეთ, ჩინეთი მაინც არის სიაში მეორე ადგილზე 18.7 ტრილიონი დოლარით. როგორც ხედავთ, რეიტინგის სათავეში ვხედავთ პლანეტის ნომერ 1 და ნომერ 2 ეკონომიკას და ასევე რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფი სახელმწიფოც ამ ტოპ 5-ეულის წევრი. ეს ქვეყანა არის იაპონია, რომელსაც ლამის 10 ტრილიონი დოლარის ვალი აქვს, თუმცა წინა ქვეყნებისგან განსხვავებით, მისი ვალი მთლიანი შიდა პროდუქტთან არის 30%, ანუ გაცილებით მაღალია ვიდრე თავად მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი. საერთო ჯამში იაპონიასთან შედარებით ის უნდა ითქვას, რომ ის ამ ვალს შედარებით უფრო სწრაფად ისტუმრებს ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ამ ვალის უდიდესი ნაწილი არის დაგროვილი გრძელვადიან სახაზინო ობლიგაციებში. საუბარი არის 10-20 წლიან ობლიგაციებზე, რომელთა გასტუმრებაც მოგეხსენებათ მარტივი არ არის და ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება. სახაზინო ობლიგაციები არის ის, რაზეც დიდი ბრიტანეთის შემთხვევაშიც არის ასევე სახელმწიფო ვალი დამყარებული. ამ მოცემულობით, რომელსაც ამჟამად ეკრანზე ხედავთ, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ვალის მოცულობა არის 4.1 ტრილიონი და მშპ-ში მისი წილი არის 103%.
აღსანიშნავია, რომ ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ინგლისის ბანკში განთავსებული, მის ბალანსზეა მარტივად რომ ვთქვათ და აღსანიშნავია, რომ ქვეყანა აქტიურად იყენებს ობლიგაციებს, რომლებსაც ძირითადად საპენსიო ფონდები ყიდულობენ. მოკლედ, ეს არის რიგით მეოთხე სახელმწიფო დიდი ბრიტანეთი, რომელიც არ არის გასაკვირი, რომ იქნებოდა სიაში, რადგან მისთვისაც მნიშვნელოვანია ვალის აღება, რათა განავითაროს ეტაპობრივად ეკონომიკა. და ჩვენი რეიტინგის 5 ეულს ამ შემთხვევაში ვასრულებთ კიდევ ერთი განვითარებული სახელმწიფოთი, ეს არის საფრანგეთი, რომელსაც აქვს ლამის 4 ტრილიონი დოლარის ვალი, მისი მოცულობაც ასევე მთლიან შედარებასთან არის ძალიან მაღალი და ვითარება, რაც საფრანგეთში არის დაახლოებით იგივე, რაც ბრიტანეთში, ვინაიდან ეს ქვეყნები ეკონომიკურად ერთმანეთს საკმაოდ გვანან. აქვე გარკვეულწილად დასკვნაც კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ განვითარებულ სახელმწიფოებს ვალი სჭირდებათ გრძელვადიანი ზრდა განვითარებისათვის და მათ პრინციპში აღება არ უჭირთ ვალის, რადგანაც ინვესტორები ენდობიან ამ ქვეყნებს და საბოლოო ჯამში ეს ქვეყნები იღებენ გრძელვადიანად განვითარების საშუალებას, რომელიც ვალის გარეშე იქნებოდა უბრალოდ შეუძლებელი, რადგანაც დიდი პროექტების განხორციელებას სჭირდება ძალიან დიდი ფული. ამ ფულის მოზიდვა კი ყველაზე მარტივი არის ობლიგაციების გზით, სწორედ საერთაშორისო დახმარების ხარჯზე. აქვე ბონუსად საქართველოს შედეგსაც გაგაცნობთ, რომელიც ამ ქვეყნებისგან საკმაოდ განსხვავებულია. ხო, ნამდვილად საკმაოდ განსხვავებულია სულმცირე, იმიტომ რომ მისი მოცულობა გაცილებით მცირეა და საუბარი გვაქვს დაახლოებით 13 მილიარდის ვალზე, თუმცა ეს თანხა და ამ თანხის უდიდესი ნაწილი ხმარდება ცხადია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებისთვისაც ძალიან დიდ თანხებს იღებს სახელმწიფო. აქ აღსანიშნავია ის და ყველაზე პრობლემური ქვეყნისთვის არის ის, რომ ვალის უდიდესი ნაწილი არის უცხოურ ვალუტაში, რაც ცხადია, როცა თვითონ უცხოური ვალუტები უფასურდებიან უარყოფითად მოქმედებს ქართულ ვალზე და მით უმეტეს ზრდის მის მოცულობას, რაც ცხადია ქვეყნისთვის კარგი არ არის, თუმცა მოცემულობა გვაქვს ასეთი, ნამდვილად საქართველო არ არის არანაირად ახლოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩამოვთვალეთ, თუმცა 12.8 მილიარდი და მშპ-ში 34%-იანი წილით საქართველო არის ასევე ის ქვეყანა, რომელიც ამ ვალს იყენებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.